მოგესალმებით მეგობრებო, გილოცავთ ბზობას. კარგად იყავით. ღმერთისგან დალოცულები იყავით და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ჩემო ძვირფასებო. ახლა კი მივდივართ ეკლესიაში და გამოგყვევით. ერთი წუთი. ნუ გეშინია, მიდი, ხო. ნელა. აუ ეგრე. დამა. ორი ქარია. ახლა უნდა დავთესოთ, შეჭი, ხო? წყალი. შენ გაშარებამდა. თემკა ცალკე აკეთებს, კამერა ცალკე აკეთებს. Support გავაკეთო. რა? Support გავაკეთო დიქტებში. მე ამაზე გავაკეთებ. სალმოდი გავაკეთე. ამაზე გავაკეთე. მამა. ესე გაშალეთ, ვაირეთ და ესე გაშალეთ კარგად. ერთი წამი ნუ გლიჯავ. ლამაზად გააკეთე ბამბარო, ლამაზად იყოს მე. ამი თუ გაიჭე. სალო ლამაზად გაშალეთ. მიდი აბა ბავშვებო, მიდი. არა უშოს. კიდე დაადეცე მოდა. ეს ბევრი არის ძალიან გაშალეთ ხო ესე. რატ გინდა ამდენი თებშები თემკა? არა მეტი აღარ, всё. ეგარა. ესე ეს ნაპირზე იყოს და კიდე მეორე არ უნდა დედა, კიდე დაადე მეორე ნაპირზე სხვა. პატარა არის, დიდი ნაჭერი აიღე, რომ შუბკვაჩკა მინიებოდა. ძო. აი ეს ელანელა გაწიე გაშალე. ნამალო. კვაჩკი. ეს კაია. მე მგონი კი. ძო. ეხა წყალი. ეს კაი როგორ არის? ეს წყალია. თელი მასე გააკეთე. აიტია. აი მანამ წყალს ავახს. აი აქ მოიტანე. თოკარგია. სალო, ცუდად აგავთ გაკეთებული. რატო? აი რატო? დავას ხა. თიჯერ მოიცა დედო. მე ჩანს მე თვითონ დავას. დეჯერ მიჯინი დავყალა თუ დავას ხა. ხორბალი. კამილა თავი როგორი ჭკვიანი ყარ. დავას ხა. ნელა. მოიცა გეტყვის. ეს ჩადე უკან, ეგეც აღარ გინდა ჩადე უკან. ედაში ოჩი. არ დაასხაჯე. სულ. მილე მამა. მილე მოიცა და წადი მეტი მოიტანე. ბევრი მიდე. მიდი აქ. ტიკი. მიდი აქ. მილე კიდე. ნუ შვები მასე. აბაჰა. აი გადაგივთ შეეთ და დაყარეთ. მე შენ არა, ერთ თებში საკმარია ჯერ მარტო. მოიცა შენც გაგიკეთე. ეს ერთი თებში საკმარია? არა. Вот ты меня нет. წაშით. Будто мы не делили с ним ложь. მოდი. Будто я не родила. თეო, დასტოპე რა. აუ ფრენდე რო გადმოიყარა. პულტი. ბევრი კამდენ დაყარა. და პაკრაიამა. ო, ეს ფრიარად რაც არის, ფრიარად უნდა.
ხიდი აბა. ცოტა გადაჭიდო. ბაკრაიამ ანა ჭიქკაჭიცდასი. შიდაცა. ბევრია კამი ერთად დილას ბევრი. კაია ისე იყოს. თეოფლიანად. ეყოფა ცოტაცი. აი ვოდკუსტა და სადაც იქნება. აი ხო. აი აქაც ცოტა მე მგონი აი აქ. ой, დამეყარა. აი სიცარიელებზე ბავშვები კიდე. ციცოცხლე. თემ გაიღე ხო და გივარ დაიღე. ნელო თემო. მოყევთ და იგივე იმას. აღარ უნდა მეტი. ნამოცე. აი ეს შეავსეთ ხელებით გაასწორეთ. აი ძალიან ბევრი წყალი უნდა გქონდეს ზედ. მე დავამზადე. всё, დედიკო ნუ აჭერ ხელს. და ძალიან ბევრი თუ იქნება რა მოხდება? გამოწიე ხელი. და ძალიან ბევრი თუ იქნება რა მოხდება? არა მოგესწრებით. ნაშენ ყოფა. წამოდავდეთ კუხნაში მარჩა ეს. კაი, ხო მაგარ უნდა ჯერ არა. ყოველ დღე მე დავასხათ. მგონი დღეს ჯერ აღარ უნდა, მაგრამ ხვალ კიდე უნდა. ხვალ ცოტა დავასხათ. ანა, ფშიკალ კიდე დავასხათ ამენში ძაფი მაგამახსნა. კაი. თეონა გვიკეთებს თათარას. არაფერს. თათარას აკეთებს. აბა დედა და ანა. შო, შო. დედა. საიდან იცის არ უყვარს და რა იცის. თათარა არ უყვარს და გემო საიდან იცის. ერთ ლიტრაზე უნდა სავარაუდოდ 7-8 სუფრის კოვზი ფქვილი, მეგობრებო. იმედია გემრიელი გამოგვივა. ოღონდ კაკალი არა გვაქვს სამწუხაროდ. აუცილებელი არა. როგორ არა უფრო გემრიელია. კარგი ხმებოდა. მუდმივად უნდა ვურიოთ და ვურიოთ, მეგობრებო. სანამ არ ჩასქელდება და არა მოვა ბუშტულები, რომ აი უკვე დუხს. მუდმივად უნდა ვურიოთ. მოვურიოთ. და გემრიელად მივირთვათ. აი უკვე ნელ-ნელა სქელდება. როგორ თუხთუხებს. ვის უნდა ბავშვებო? თათარ არავის არ უყვარს? რა თქმა უნდა არა. რა წერია? ჩალო, აი ესენი მიყოლე. აურა კარგი სუნია, აქვს გავბიждები ხო. მოდით აბა გავსინჯოთ ეს არაჩვეულებრივი თათარა. ძალიან გემრიელია, მე ძალიან მიყვარს. აი. ხო და ცოტა მიალაგეთ ჯერ. დედა. ო.
მერტო როგორი გემრიელია. აბა ვის გიყვართ თათარა და პლუსით კომენტარებში. ეხლა ვასუფთავე ლილუს გალიას. ლილუ მოგეხსენებათ არის ჩვენი ზღვის გოჭი. და ეხლა რაღაცა უნდა მოგიყვეთ და რჩევა უნდა გთხოვოთ. მეგობრებო, ვისაც ყავს ზღვის გოჭი, ან კიდე რა, შინშილა, ან ზაზუნა, თუ გაქვთ ესეთი პლასმასის გალია. ძალიან კი მრცხვენია, მაგრამ აი ესე გამოიყურება, მთელი დღე ავხეხავ და აი ესეთ აი რა ვიცი. ესეთ ყოფაშია, რაღა ვიყო არ ვიცი და იქნება მირჩიოთ კამილა ჩვენე. ძალიან მრცხვენია მართლა, მაგრამ აი ამ კუთხეებს ვერ ვხეხავ, ვერანაირად ამ კუთხეებშია ჩამჭდარი. მთლიანად იყო, ასე ვთქვათ, გაჭუჭყიანებული, აი ეს ყველაფერი გავხეხე, აი ეს შუა ნაწილი გავხეხე, მაგრამ კუთხეებს ვერანაირად ვერ ვხეხავ და არც აგრესიული საშუალება არ მინდა რომ ვიხმარო, იმიტომ რომ არ შეიძლება მაგათვის არაფერი, არც დომესტოსი და ეგეთი მაგდაგვარი რაღაცები არ შეიძლება, თორე დომესტოსით კი გაირიცხებოდა. რით ხეხავთ თქვენ რა უშველო ამას ისე რომ მთელი დღე არ მოვანდომო, ეხლა მთელი დღე, ნამდვილად მთელი დღე თუ ჩავალბე 500 ჯერ და 500 ჯერ გავხეხე, ისევ ჩავალბე, ისევ გავხეხე, ისევ ჩავალბე, ისე გავხეხე. სავარაუდოდ კი არა და გაიხეხება ზუსტად ვიცი. მაგრამ ნუ ნამდვილად იმის დრო არა მაქვს, რომ მთელი დღე ვალბო და მთელი დღე ვხეხო. იმის წინაზე, კვირაში ერთხელ ვხეხავ. წინაზე, აი ყველაფერს ფიცავარ 1-8 მაინც ჩავალბე და გავხეხე, მაგრამ კუთხეებში მაინც ვერ გაიხეხა. თქვენ რა შვრებით მაინტერესებს ძალიან. იმისათვის რომ სუნი არ იყოს და კარგად შეიწოვოს, ასე ვთქვათ. ამ ხვის გოჭის ნამუშევარი, კუჭის ნამუშევარი, ასე ვთქვათ. აქედან გავხსნა თუ იქიდან. მოდი აქედან გავხსნი. ყიდულობთ ნახერხს მე პირადად ყიდულობ ახმეტელის მეტროდან როგორც კი გამოდიხართ, შედიხართ გლდანი მოლში შედიხართ თუ არა, კიბის ქვეშ არის ცხოველების მაღაზია და იქ იყიდება ესეთი დაპრესილი ნახერხი. ამ დაპრესილ ნახერხს მე ვყიდულობ 10 ლარად დამყოფნის, სავარაუდოდ 3-4 ჯერზე შევხედოთ. უფრო ჯობია 3 ჯერზე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უფრო მეტი შეიწოვება და კედლებზე ნაკლები დარჩება, ასე ვთქვათ. ერთხელ ვიფიქრეთ მეთქი ცოტა სხვანაირად გავაკეთოთ და დიდი პოლიეტილენის პარკი ჩავაფინეთ, თუმცა ამაოდ ეს პოლიეტილენის პარკი ნახევრად შეჭმული დაგვხდა. ძალიან ჭამს პარკებს. თავის გალიასთან მოხვდება თუ არა პატარა პარკის ნაწილი ეგრევე ჭამს. ერთხელ გვეგონა რომ პირველად რო შეჭამა რომ რაღაცა დაემართებოდა ალბათ და აღარ გადარჩებოდა, მაგრამ ნუ გადარჩა. და ეხლა 5000 ჭამდა უკვე. და იმის მერე კიდე რამდენიმეჯერ უჭამია, ხო? ეს ნახერხი ცოტა სხვანაირია სხვათა შორის, ისეთი ძალიან დიდი ნაწილაკები არ არის. აბა ვნახოთ, შეიძლება მან უკეთესად შეიწოვოს. წინაზე სხვანაირი დაპრესილი ნახერხი იყო, უფრო მსხვილი ნაწილები იყო. ეს უფრო შეხედეთ როგორია. უფრო ძალიან ნახერხია. პატარა ნაწილაკებით. და რა ვიცი, მე მგონი ამაში უფრო კარგად შეიწოვება. თან ამაში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. კიდე ცოტა უნდა და რა. ასე კომფორტულად არის. ჩაღუნღულდება ხოლმე ამ ნახერხებში. და თავის სოროსავით აქვს ხოლმე იქ და იქ ზის მე ვიწავდე და რა. კაი. თორე მეყრება. ანუ ნახერხს 3 ჯერზე გავყო. რო ვთქვათ, ისე ძალიან ნამდვილად სუნი არ აქვს, მაგრამ ნუ თუ ეხლა ერთ კვირაზე დიდხანს გაწელეთ, დაჟერთხელ ესე მოგვიწერო 10 დღე არ გავწმინდეთ, მე უკვე სუნი გქონდა რა თქმა უნდა. თუმცა მაინც და მაინც სუნი არ აქვს. ძალიან ძლიერი. ქუჩიდან რო შედიხარ, სუნი ექნება, მაგრამ ძალიან ძლიერი სუნი არ აქვს. ცოტათი აიხდოშა. აი როცა დაპრესილია, მაშინ
არ ჩანს რო ბევრია და მე უკვე რო დავყარი უკვე ბევრი ჩანს. აუ ისეთი რბილი, ისე ბილივითა. აღარც კი გვინდოდა იმდენი ძალიან ბევრი გადმოვყარია და ერთი წუთი. აჰა, ცოტა უნდა იყოს ზედმეტი, იმიტომ რომ კარგად შეიწოვოს და მოკლედ, იმიტომ რომ ეგ დაარბის მე ადგილ-ადგილ სიცარიელი ხდება და ანუ ეს ყველა ადგილში რომ ერთი ციცქნა მე პატარა ლაიფჰაკი მეგობრებო, ვიღებ რამე პატარა რეზინას, ასე შევუკრობ ხოლმე თავს. და ასე ვხურავ, იმიტომ რომ სინესტე არ შევიდეს შიგნით. და არ გაფუჭდეს სავით. არ გავუფუჭდეს ხო. და საჭმელსაც ახლა დავუყრი, ეს არის ასე ვთქვათ, ქვეშ და საფენი. ეგრე სინესტე რომ არ შევიდეს და საჭმელიც ცალკე მაქვს, საჭმელიც შეკრული მაქვს პარკში, რომ ამაშიც სინესტე არ შევიდეს. ეს არის იმავე ზო მაღაზიაში ნაყიდი ასეთი თივა აწერია მთის ბალახის თივა Georgian Mountain Grass ქართულად ინგლისურად და რუსულად აწერია. მოკლედ ცალკე ალერგია არ მანებებს თავს კი მაინც ყველა საქმე გასაკეთებელია, წამალს ვსვავ და რა ვიცი მე. ეს ფოტოშოპი დილით დავლია და ნაკლებად მეკავება ეს თვალი. ეხლა ამაში ჩავსვავ, მე მგონი წყალიც და სამატებელი აქვს და ერთი კვირა მე მგონი всё. თავისუფალი ვარ ამისგან. მაგრამ საჭმელი მაინც დღე გამოშვებით მაინც სჭირდება. საჭმელს მაინც ითხოვს, რა თქმა უნდა, დღე გამოშვებით არა, ყოველდღე ნახევარი სტაფილო, გაჩნი ხა ზომას თუ ძალიან პატარაა, მთლიანი სტაფილო თუ დიდია ნახევარი სტაფილო. მე დღის განმავლობაში თივას ჭამს და უმთავრდება ყოველთვის. და ხანდახან როცა მაქვს ხოლმე, ან ნუ 1/4 ვაშლის, ან 1/4 ბანანის, მაგრამ ვაშლი და ბანანი სხვათა შორის მაინც არ უყვარს. უფრო ყველაზე ძალიან უყვარს სტაფილო, მაგრამ ხანდახან ვუცვლი ხოლმე, რა თქმა უნდა, რომ ყოველთვის სტაფილო. კიდე უყვარს ის რა ქვია კომბოსტო და ხორბალიც. მაგრამ ხორბალი არ გაუსინჯავს მაგას ჯერ. არ მივეცით. თავისი მშრალი საკვებიც აქვს. ასაწონიც იყიდება და შეფუთულებიც, მაგრამ ძალიან მაინც არ მოსწონს ეგენი. ყველაზე ძალიან უყვარს თივა და სტაფილო. ჩვენსაც პირადად და თქვენი არ ვიცი. მოკლედ მეგობრებო, რამე რჩევა დამიწერეთ, თორემ მართლა ძალიან დავიტანჯე რა. ისეთი საშუალება რომ აგრესიული არ იყოს, ან რამე გუბკარი თუ რაც არის, არ ვიცი რა უნდა. შეიძლება რამე სპეციალური იყიდება ზოომაღაზიებში მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცი, აი რაღაცა მირჩიეთ. თუ გამოცდილება გაქვთ, თუ არა ისე ინტერნეტიდან რჩევები არ მინდა, იმიტომ რომ ყველაფერი გამოვცადე მე მგონი რაც კი შეიძლება. ნამდვილი თქვენი გამოცდილებიდან რჩევები მაინტერესებს. ახლა კი გემშვიდობებით უნდა ჩავსვა. პრინციპში ჩავსვავ და გაჩვენებ და მერე დაგემშვიდობებით. აი ესეთია ჩვენი ლილუ გასუფთავებული და უკვე ჭამს. შეხედეთ. კარქასიაძეა მშვენივრად გრძნობს თავს. აი წყალიც აი ამაში გვაქვს, თუმცა გავყიდველმა გითხრა მაშინ რომ ვყიდულობდით რომ წყალი არ უნდაო, მაგრამ ისე სვავს ამ წყალს რომ როგორ არ უნდაო. რას მიქვია არ უნდაო. აი აუშე ხა წყალი. ავსუფთავეთ თვითონ ბოთლიც და ეხა წყალსაც დალევს გემრიელად. აგერ მიადო პირი ხა და სვავს.
უცებ დალევს, მე შეჭამს, მე ისე დალევს, მე შეჭამს, მოკლედ. კარგად გრძნობს თავს. ამით გემშვიდობებით მეგობრებო, ბევრი ლაიქები და კომენტარები გამოიწერეთ ჩვენი არხი და ჩვენთან ერთად დარჩით.